მადლობთ. დილა მშვიდობისა ყველას. პატივცემულო და გამორჩეულო რიცდაგის წევრებო, ქალბატონებო და ბატონებო, ვინც აქ იმყოფებით. დღეს თქვენს წინაშე არ ვდგავარ იმისთვის, რომ პოლიტიკურ აბსტრაქციებზე ან დიპლომატიურ თავაზიანობებზე ვისაუბრო. აქ თქვენს წინაშე ვდგავარ, რათა ვისაუბრო ერთ ხალხზე, დიდებულ, უძველეს და ამაყ ხალხზე, რომელიც სასიკვდილო ფასად იბრძვის თავისი თავისუფლებისთვის. ის, რაც ახლა მთელი ირანის მასშტაბით ხდება, მხოლოდ ჩვეულებრივი პოლიტიკური დაპირისპირება არ არის. ეს მხოლოდ დაპირისპირება არ არის პოლიტიკურ სისტემაში არსებულ ფრაქციებს შორის. ეს ბევრად უფრო ღრმა და ფუნდამენტურია. ეს არის ნამდვილი და ისტორიული ეროვნული ანგარიშწორება ცივილიზაციასა და უკიდურესად დაუნდობელ რეჟიმს შორის, რომელმაც ის დაიკავა. თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში. თავისი დაარსების მომენტიდანვე ისლამური რესპუბლიკა არ იქცეოდა როგორც ჩვეულებრივი სახელმწიფო სხვა სახელმწიფოებს შორის. ის მოქმედებდა როგორც რევოლუციური პროექტი. რეგიონში არასტაბილურობის ექსპორტით, თავისი მოკავშირეების მეშვეობით, მეზობლების სუვერენიტეტის შერყევითა და კონფლიქტების გაღვივებით, ბაღდადიდან ბეირუთამდე, სანადან დამასკომდე და ბირთვული ამბიციების წინ წაწევით უარყოფის სქელი ნისლის ქვეშ. მან არ ეძებდა ადგილს ერების საზოგადოებაში. მან აქტიურად სცადა ამ საზოგადოების სრულად დესტაბილიზაცია. თუმცა ამ მომენტში ირანში რაღაც შეუქცევადი შეიცვალა. დღეს ჩემს ქვეყანაში ბრძოლა რეფორმისტებსა და მკაცრი ხაზის მიმდევრებს შორის არ არის. ეს არის ოკუპაციასა და გათავისუფლებას შორის. ეს არის ბრძოლა ერის სულისთვის. რასაც ჩვენ ხედავთ, ეს არ არის დროებითი საპროტესტო მოძრაობა. ეს არის თაობათა აჯანყება, ყველაზე ღრმა ამბოხი ირანში 1979 წლის შემდეგ, რომელიც აერთიანებს მუშებსა და სტუდენტებს, ქალებსა და უმცირესობებს, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებსა და პოეტებს, ცნობილ პოეტებს. დიახ, თვით სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატის შიგნითაც კი. ერთად მათ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანეს. ამჟამინდელმა პოლიტიკურმა რეჟიმმა საბოლოოდ დაკარგა თავისი ლეგიტიმურობა. ფაქტობრივად ეს არის აჯანყება თვით 1979 წლის რევოლუციის წინააღმდეგ. 1979. როდესაც ლეგიტიმურობა კვდება, დამკვიდრებული ძალაუფლება რკევას იწყებს. რეჟიმი ამას ძალიან კარგად აცნობიერებს. და სწორედ ამიტომ ახშობს ხმებს. ინტერნეტს თიშავს და იარაღს უმიზნებს სრულიად უიარაღო მოქალაქეებს. და ეს ფასი დამანგრეველია. ფასი, რომლის მოწმეც უნდა იყოს ეს ღირსეული პალატა. ქალები და კაცები ქუჩებში და საკუთარ სახლებში იხვეწებიან. ერთ კვირაში 40,000-ზე მეტი ირანელი იქნა მოკლული. რეჟიმის აგენტები საავადმყოფოებში დაჭრილ მომიტინგეებს დასდევდნენ და ცივსისხლიანად ხოცავდნენ. ცხედრები ნაგვის მანქანებით აგროვებდნენ. ოჯახებს აიძულებდნენ, უცნობი ცხედრების ტომრების რიგებში ეძებნათ თავიანთი ახლობლებ. 40,000? ეს რიცხვი თითქმის ძალიან დიდია გასაგებად, ძალიან აბსტრაქტულია. ეს საშუალებას აძლევს ბევრ ადამიანს გარე სამყაროში, რომ მას მხოლოდ როგორც სტატისტიკას უყურონ. მას ნება მომეცით გითხრათ მათი ზოგიერთი სახელი და ისტორია. გაიხსენეთ ჰამიდ მაჰდავის ისტორია, 30 წლის მეხანძრე მაშჰადიდან, რომელმაც თავისი ბოლო წუთები გაატარა დაშავებული მომიტინგეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანაში. ის საბოლოოდ რეჟიმის რეპრესიულმა ძალებმა ესროლეს და მოკლეს, მხოლოდ იმიტომ, რომ სიცოცხლეებს იხსნიდა. იფიქრეთ სინა ქაზემიზე, 22 წლის ბიჭზე. ის ინჟინერიის ფაკულტეტზე ბოლო სემესტრში იყო. მას მთელი ცხოვრება მუსიკისა და ტექნოლოგიებისადმი ვნება ჰქონდა. მან აირჩია ებრძოლა თავისი და თავისი ერის ღირსებისთვის.
ის მომავლისკენ იყურებოდა. უსაფრთხოების ძალებმა მას თავში უკნიდან ესროლეს. ბუშერში მედდა მანსურე ჰეიდარი და მისი ქმარი პროფესორი ბეჰრუზ მანსურე შვიდობიან პროტესტის დროს გვერდიგვერდ დახვრიტეს. მათ უკან დატოვეს ორი პატარა 8 და 10 წლის შვილი, ოჯახი, რომელიც თავისუფლებაზე ოცნებამ გაანადგურა. ნეგინ ქადიმი, 28 წლის ბიოტექნოლოგიის სტუდენტი, პროტესტზე წავიდა მიუხედავად მამის თხოვნისა. სასიკვდილოდ დაჭრილი, ის მამის მკლავებში გარდაიცვალა ჩურჩულით. მამა ვიცვი. ბრწყინვალე მომავალი ერთ ღამეში საშინელებამ წაართვა. მაგრამ საშინელება ჯერ არ დასრულებულა. ის ყოველდღე გრძელდება. სოფლიო კომპიუტერულ ქსელზე წვდომა სრულად დაბლოკილია. და სანამ ირანის ხალხი მსოფლიოსგან მოწყვეტილია, რეჟიმი აგრძელებს სასტიკ მკვლელობებს. დღეს მედია ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრობს. რა ცეცხლის შეწყვეტა? ცეცხლის შეწყვეტა არ ყოფილა ისლამური რესპუბლიკის ომში ირანის ხალხის წინააღმდეგ. საკონტროლო პუნქტები, რომლებიც თითქმის ყველა ქუჩაზეა, რეჟიმის ბანდიტები და მათი შემოტანილი ტერორისტები ავიწროებენ, სცემენ და კლავენ უდანაშაულო ირანელებს. ვინც ომსა და მის ხარჯებს ეწინააღმდეგებით, სწორედ ამ ომზე უნდა გესაუბროთ. ისლამური რესპუბლიკის ომზე ჩემი თანამემამულეების წინააღმდეგ. ეს ომი, რომელიც ყოველდღე გრძელდება, შორს თქვენი დასავლური გაზეთების სათაურებისა და თქვენი ტელევიზიის პროდიუსერების გონებისგან. მაგრამ ისინი ჩემს ფიქრებში ყოველთვის ახლოს არიან. ჩემი მამაცი თანამემამულეები კვლავაც აგრძელებენ წინააღმდეგობას. ბევრი მათგანი კვლავაც დგას, გატეხილი სხეულით, მაგრამ დაუმარცხებელი ნებისყოფით. ისინი ამჯობინებენ ფეხზე მდგომნი მოკვდნენ, ვიდრე მუხლებზე იცხოვრონ. მეც ასე ვარ. ჩერჩილმა ასეთი ხალხი მაშინ გაიგო, როცა თქვა: ერები არ კვდებიან მაშინ, როცა მათი ჯარისკაცები ეცემიან. ისინი მხოლოდ მაშინ კვდებიან, როცა მათი სახელმწიფო სული ნებდება. მე აქ ვარ, რომ გითხრათ, ირანის სული არ დანებებულა და არასოდეს დანებდება. მიუხედავად სისასტიკისა, ისლამური რესპუბლიკა დღეს უფრო ახლოსაა კოლაფსთან, ვიდრე ოდესმე. 1979 წლიდან ნებისმიერ მომენტზე. და ერთი ფაქტი ახლა ყოველგვარ დავას სცდება. ირანის ხალხი არასოდეს მიიღებს ამ რეჟიმის განახლებულ ვერსიას. უკვე ძალიან ბევრი სისხლი დაიღვარა. უკვე ძალიან ბევრი საფლავი გათხრილია. მოთხოვნა უფრო კეთილი ციხის მსვლელისთვის კი არ არის. მოთხოვნა თავისუფლებისთვისაა. ამ მოვლენებში არის სამხედრო განზომილება, რომელსაც ეს პალატა ყურადღებით აკვირდება და მე არ ვაპირებ ამის უარყოფას. მაგრამ გეუბნებით, როგორიც არ უნდა იყოს სამხედრო ოპერაციის მიმართულება, რომელიც ამჟამად შეჩერებულია, თუ ის აჩქარებს ისლამური რესპუბლიკის დაცემას, ან უბრალოდ ამძაფრებს მასში არსებულ განხეთქილებებს, ირანული რევოლუციის შედეგს არც ერთი გარეძალა არ განსაზღვრავს. მას განსაზღვრავს თავად ირანელი ხალხის ხელები. ლომისა და მზის რევოლუცია. აჯანყება, რომელიც ირანის ხალხმა იანვარში დაიწყო საკუთარი სისხლითა და სიმამაცით. მას ვერასოდეს შეაჩერებს ან გააქრობს არც ერთი რეჟიმის გათვლა, არც ერთი დიპლომატიური მანევრი და არც ერთი სამხედრო შედეგი. პირველი ნაბიჯი ხალხმა გადადგა და სწორედ ხალხი დაასრულებს ამ ყველაფერს. თუ სამხედრო ოპერაცია ისლამურ რესპუბლიკას იმ ისტორიულ უფსკრულში ჩააგდებს, სადაც მისი ადგილი არის, ჩვენ იქ ვიქნებით, მზად, ორგანიზებულები და მტკიცედ განწყობილები, რომ ავაშენოთ ყველაფერი, რაც შემდეგ მოვა. და თუ რეჟიმი გადაურჩება ამჟამინდელ ქარიშხალს, ჩვენ გავაგრძელებთ რევოლუციას მანამ სანამ ის ბოლომდე არ დასრულდება. ჩვენ დავიწყეთ ეს გზა და ჩვენვე მივიყვანთ ბოლომდე. ისტორიამ უბრალოდ არ დაგვიტოვა სხვა არჩევანი.
როცა ევროპას ვუყურებ, ვხედავ ორმაგ დამოკიდებულებას და მუდმივ უუნარობას. დაინახონ ირანის ქუჩების რეალობა. გაწბილებული ვარ, მაგრამ არ ვარ გაკვირვებული ამ კრიმინალურ რეჟიმთან ჩართულობის სიჩქარით. რეჟიმმა 10,000-ობით საკუთარი მოქალაქე მოკლა. რეჟიმი ტერორიზმს აფინანსებს ევროპის ქუჩებში, მათ შორის შვედეთშიც. რეჟიმი ევროპულ მთავრობებს მძევლებითა და ძალადობით ემუქრება და აშანტაჟებს. ევროპა, რომლისაც მემჯერა, უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებს, დემოკრატიასა და თანასწორობას. მას წარსულში ბრძოლის ამაყი ისტორია აქვს. ბრძოლა აპარტეიდის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკაში, სოლიდარობის მოძრაობის მხარდაჭერა პოლონეთში და ახლა უკრაინელების მხარდაჭერა სუვერენიტეტისათვის ბრძოლაში. მას რატომ უნდა იყოს ირანი განსხვავებული? ირანელების ადამიანის უფლებები ნაკლებად მნიშვნელოვანია? მათი სიცოცხლე ნაკლებად ფასობს? შეიძლება ზოგისთვის ასეა, მაგრამ ჩვენთვის არა. სამწუხაროდ ეს ახალი არ არის. 10 წლეულების განმავლობაში ევროპა უთმობდა აძლიერებდა ამ ტერორისტულ რეჟიმს. ეს იყო პოლიტიკა, რომელმაც ამ რეჟიმს გადარჩენაში და საკუთარი ხალხის მკვლელობაში დაეხმარა. იმედი მაქვს, შვედეთის მთავრობა დააწვება ევროკავშირს და სხვა ქვეყნებს, რომ ხარი დაუჭირონ ირანის ხალხს და მათ ბრძოლას თავისუფლებისთვის. მიხარია და მამხნევებს ის ფაქტი, რომ დღეს აქ შვედეთის რიგსდაგის ამდენი წევრი და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი იმყოფება, რათა მოისმინოს ირანის ხალხის გზავნილი. ჩემი თანამემამულეების სახელით, რომლებიც ძალიან ხშირად დადუმებულნი არიან, მადლობას გიხდით თქვენ. ძვირფასო რიგსდაგის წევრებო, ეს აღარ არის მხოლოდ შორეული გეოპოლიტიკური საკითხი. ეს არის უსაფრთხოების საგანგებო ვითარება შვედეთის ტერიტორიაზე. შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა სეპომ შვედეთის პოლიციის ორგანოსთან ერთად დაადასტურა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა შვედეთში მოქმედებს შუამავლების კრიმინალური ქსელების მეშვეობით. ეს მხოლოდ მეთვალყურეობის ოპერაციები არ არის. ისინი ახორციელებენ დაშინებისა და ძალადობის აქტებს ებრაულ თემებზე, ირანელ დისიდენტებზე და ზოგადად შვედეთის მოქალაქეებზე. მიმდინარე წლის 3 მარტს მისი ფაქტობრივი დაწყების შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო, ცეპომ გაავრცელა გადაუდებელი საჯარო გაფრთხილება საფრთხის დონის ზრდის შესახებ. ეს არ არის სპეკულაცია, ეს თქვენიავე უსაფრთხოების სამსახურების განცხადებაა. და სწორედ ეს ხდის ამ სიტუაციას განსაკუთრებით დამანგრევას. დანაშაულებრივი ქსელები, რომლებსაც თეირანი იყენებს, მისიებს შორის არ ქრებიან. ისინი შვედურ საზოგადოებაში არიან ინტეგრირებულნი. ეს იგივე ქსელებია, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებულია როგორც დიდი შიდა საფრთხე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის. შვედეთმა გადამწყვეტად უპასუხა. თქვენ შეზღუდეთ ვიზები ირანის საელჩოს თანამშრომლებისთვის. თქვენ გაასამართლეთ ჰამიდ ნოური კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის უნივერსალური იურისდიქციის საფუძველზე, რითაც შექმენით ისტორიული პრეცედენტი. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდა. შვედეთმა ნოური თეირანში დააბრუნა, სადაც ის გმირად მიიღეს მისმა თანამოაზრე მკვლელებმა. სანამ მას შეეძლო დაბრუნებულიყო და თავისი დანაშაულები სახელმწიფო ტელევიზიაში გაეპიარებინა, დოქტორი აჰმად რეზა ჯალილი იძულებული იყო რეჟიმის წამების კამერებში ტანჯვა გაეგრძელებინა. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ის წაიყვანეს და ის ჯერ კიდევ ტყვეობაშია. ასეთი გადაწყვეტილებები რეჟიმს კიდევ უფრო მეტ მძევალს აყვანას, დანაშაულების ჩადენას და მთელი მსოფლიოს აგრესიულად გამოწვევას აძლიერებს. რამდენიმე თვის წინ ერთმა ფრანგმა სენატორმა მითხრა, ჩვენი მთავრობები ჩვენი საკუთარი მძევლების მძევლებად იქცნენ. მაგრამ მთავრობებს ჯერ კიდევ სრულად აქვთ არჩევანი, დანებდნენ თუ არა ამ შანტაჟს. ვაცლავ ჰაველმა ერთხელ თქვა, ერთადერთი ნამდვილი უსაფრთხოება მსოფლიოში არის უსაფრთხოება, რომელიც დაფუძნებულია სიმართლეზე.
დიდი რეალობა ისაა, რომ სანამ ეს რეჟიმი გააგრძელებს ძალაუფლების განხორციელებას, შვედეთი და თავისუფალი მსოფლიო არასოდეს იქნებიან სრულად უსაფრთხოდ. რატომ შეუერთდა შვედეთი ნატოს? პუტინის აგრესიული ომების გამო უკრაინის წინააღმდეგ. ეს გადაწყვეტილება სწორი და აუცილებელი იყო. არ დავივიწყოთ, რომ ისლამური რესპუბლიკა რუსეთის ომის მაყურებელი არ არის. თეირანმა მოსკოვს დრონები და სარაკეტო ტექნოლოგია მიაწოდა. ირანში წარმოებული იარავი უკრაინულ ქალაქებს დაარტყა. რეჟიმის ტექნიკურმა თანამშრომლობამ პუტინს მისცა შესაძლებლობა ომი ეწარმოებინა დემოკრატიული მეზობლის წინააღმდეგ. როგორც პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად განვიხილეთ და ერთობლივად დავადასტურეთ, რუსეთის საფრთხე ევროპისთვის და ისლამური რესპუბლიკის საფრთხე ევროპისთვის ორი ცალკე პრობლემა არ არის. ეს არის ერთი გამოწვევის ორი გამოვლინება. ახლა შვედეთი ჩართულია ნატოს კოლექტიურ დაცვაში. მაგრამ კოლექტიური დაცვა მხოლოდ სამხედრო არ არის. ის პოლიტიკურიცაა, ეკონომიკურიც და მორალურიც. ის მოითხოვს, რომ დემოკრატიულმა ქვეყნებმა სრულად აღიარონ საფრთხეები და ასევე აღიარონ ისლამური რესპუბლიკის მხარდაჭერა რუსეთის აგრესიისადმი, როგორც უშუალო უსაფრთხოების პრობლემა, რაც სინამდვილეში არის. ახლა ნება მომეცით არ ვილაპარაკო არსებულ საფრთხეებზე, არამედ მომავალ შესაძლებლობებზე. შვედეთსა და ირანს შორის ურთიერთობას ღრმა ფესვები აქვს. მე-20 საუკუნის პირველ 10 წლეულებში შვედმა სპეციალისტებმა და კომპანიებმა ირანთან მტკიცე კავშირები დაამყარეს. ირანის ცივილიზაციის 2500 წლის იუბილეს პერსეპოლიში აღნიშნისას შვედეთს წარმოადგენდა იმდროინდელი პრინცი და მემკვიდრე კარლ გუსტავი. მისი უდიდებულესობა და მე გვერდ ვისხედით და ვსაუბრობდით ჩვენი ერებისა და ხალხების მომავალზე. ეს მომავალი დემოკრატიული ირანით შეცვლიდა უსაფრთხოების გათვლებს მთელი რეგიონისა და ევროპისათვის. ეს დაუყოვნებლივ დაშლიდა იმ პროქსი ქსელებს, რომლებიც შვედეთის ტერიტორიაზე მოქმედებენ. ეს დაასრულებდა მძევლების დიპლომატიას, რომელმაც 10 წლეულების განმავლობაში მოწამლა ურთიერთობები დასავლეთის ქვეყნებთან. იქნებოდა თანამშრომლობა დაზვერვასა და სამართლის უზენაესობაში. ის შეწყვეტდა რუსეთის საომარი მანქანის მხარდაჭერას. ის უზრუნველყოფდა ევროპის ენერგეტიკულ საჭიროებებს მომავალი 10 წლეულების განმავლობაში. ის გამოჩნდებოდა როგორც ბუნებრივი და სტრატეგიული პარტნიორი, 80 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ადამიანური რესურსი, მდიდარი და სიცოცხლით სავსე ცივილიზაცია და სურვილი აღდგეს 10 წლეულების ცუდი ადმინისტრაციული მართვის შემდეგ. შვედეთს აქვს ყველა მიზეზი იყოს ამ მომავლის ნაწილი. მისი გამორჩეული მიღწევები ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ციფრული ინფრასტრუქტურის სფეროში, მისი თავდაცვის ინდუსტრია, სააბის მსოფლიო დონის შესაძლებლობები აეროკოსმოსსა და თავდაცვაში, მისი საინჟინრო მემკვიდრეობა ვოლვოსა და სკანიას მეშვეობით, მისი ერთგულება კულტურისადმი, მისი ზუსტი წარმოებისა და ინდუსტრიული ინოვაციების ტრადიცია. ეს ყველაფერი ზუსტად ისაა, რაც აღდგენილ ირანს დასჭირდება. ეს ქველმოქმედება არ არის. ეს არის პარტნიორობა თანასწორებს შორის, ერებს შორის, რომლებსაც აქვთ ურთიერთშემავსებელი ძლიერი მხარეები და საერთო ინტერესები. პირებულებები. ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც ირანელები მთხოვენ დავეხმარო დემოკრატიული გარდამავალი პროცესის წარმართვაში, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს ვალდებულებას, რომელიც მთელი ცხოვრება მქონდა. ვიყო ეროვნული გამაერთიებელი ფიგურა, არა პარტიული. არა ძალაუფლების მაძიებელი, არამედ სტაბილურობის, ეროვნული ერთიანობის და მშვიდობიანი გარდამავალი პროცესის ხელშემწყობი დემოკრატიულ მმართველობამდე. მე არ ვარ ერთადერთი, ვინც ჯერა, რომ ეს შესაძლებელია. ეკონომისტებთან, იურიდიულ ექსპერტებთან, უსაფრთხოების პროფესიონალებთან,
და ირანის პოლიტიკური სპექტრის ყველა ნაწილის სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან ერთად ჩვენ შევიმუშავეთ დეტალური გარდამავალი სტრუქტურები. პროექტი ირანის კეთილდღეობა, რათა უზრუნველყოთ ინსტიტუციური გაგრძელება და ავიცილოთ არასტაბილურობა. და უზრუნველყოთ ქვეყნის სწრაფი აღდგენა რეჟიმის დასრულების შემდეგ. არსებობს გეგმა. არსებობს გზა. არსებობს პასუხისგებლიანი ალტერნატივა. თვით სახელმწიფო აპარატშიც კი ბზარები ღრმავდება. მოხსენებები მიუთითებს, რომ შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების წევრები სულ უფრო ხშირად უარს ამბობენ ბრძანებების შესრულებაზე, რომლებიც ითვალისწინებს ძალადობაში მონაწილეობას მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. მრავალმა ფარულად მიანიშნა, სად არის მათი ნამდვილი ერთგულება, ერის გვერდით და არა მათთან, ვინც მას ავიწროებს. როდესაც გზა გამოჩნდება, დარწმუნებული ვარ, ისინი იმოქმედებენ. მართლა ვერც ერთი მთავრობა ვერ გადარჩება, როდესაც საკუთარი ინსტიტუტების სურვილს დაკარდავს ჩაატარონ რეპრესიები. ჩვენ ვუახლოვდებით ამ მომენტს. ნება მომეცით დავასრულო ძვირფასო რიგს და გისწევრებო, იმით რაც მე მგონია, რომ ამ გამოსვლის ყველაზე მარტივი და მნიშვნელოვანი სიმართლეა. ირანის ხალხი არ გთხოვთ, რომ თქვენ იბრძოლოთ მათი რევოლუციისთვის. ისინი უკვე თავიანთ სიცოცხლეს რისკავენ ამისთვის, საკუთარი ძალებით, ისეთი სიმამაცით, რომელიც ყველას უნდა გვარცხვენდეს. ისინი ბევრად უფრო მოკრძალებულ რამეს ითხოვენ. ნუ მიანიჭებთ ლეგიტიმაციას მათ, ვინც ავიწროებს. ნუ გააძლიერებთ მათ, ვინც ატერორებს. დაიცავით ისინი, ვინც თქვენთან თავშესაფარს ეძებს და მოემზადეთ იმ დღისთვის, როცა ირანი თავისუფალი იქნება. ირანი თავისუფალი იქნება. არსებობს გარკვეული მომენტები ისტორიაში, როცა ნეიტრალიტეტი უბრალოდ არ არის არჩევანი. ეს არის გადაწყვეტილება. როცა სიფრთხილე წინდახედულება კი არ არის, ეს თანამონაწილეობაა. როცა ისტორია ჩუმად სვამს კითხვას და საშინელი მოთმინებით ელოდება პასუხს. ჩერჩილმა ამ მომენტს 1940 წელს შეეჭიდა. ვაცლავ ჰაველმა მას 1989 წელს შეეჭიდა. ზელენსკი მას დღეს ეჭიდება. და თავისი საკუთარი და მამაცი გზით, თვითონაც კი ავიაციის, არმიისა და დიპლომატიური იმუნიტეტის გარეშე, ირანის ხალხი ამ ყველაფერ ჩაგვრას ებრძვის თითოეულ ქუჩაზე, თითოეულ საპატიმრო საკანში და თითოეულ usახელო საფლავში. ირანის ხალხმა უკვე გასცა პასუხი. მათ უპასუხეს ქუჩებში და თავიანთ ციხეებში. მათ უპასუხეს თავიანთი სიცოცხლით. მათ აირჩიეს თავისუფლება. ისტორია ახლა დემოკრატიულ სამყაროს სვამს ერთ ფუნდამენტურ და ძალიან მარტივ კითხვას, რომელიც განსაკუთრებით მიმართულია ევროპის ქვეყნებს. დადგებით თავისუფალი ხალხების გვერდით, თუ ამჯობინებთ შეეგუოთ მათ, ვინც მათ ავიწროებს. მომავალი თაობები არ წაიკითხავენ თქვენს განცხადებებს. ისინი შეაფასებენ თქვენს ქმედებებს. ისინი არ იკითხავენ, რას ამბობდით, არამედ რას აკეთებდით და რის გაკეთებაზე უარი თქვით მაშინ, როცა ეს მნიშვნელოვანი იყო. და უახლოეს მომავალში ამას ვამბობ არა მხოლოდ როგორც გრძნობას, არამედ როგორც სტრატეგიულ რწმენას. როდესაც ირანი საბოლოოდ იქნება თავისუფალი, როდესაც მისი ხალხი კვლავ იქნება მსოფლიოს თავისუფალ ერებს შორის, როდესაც მათი შვილები მიიღებენ მთელ ქვეყანას მემკვიდრეობით. უშიშრად ყველას გვეცოდინება, რომ ეს ნამდვილად იყო დიდი მომენტი. როდესაც ისტორია შეიცვალა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც დიდი ხალხი უარს ამბობდა მუხლის მოდრეკაზე. იმ მომენტში, როდესაც თავისუფალმა ერებმა აირჩიეს, რომ არ აერიდებინათ თვალი. სამუდამოდ ჩაიწეროს, რომ როდესაც ეს ისტორიული დღე დადგა, შვედეთი სრულიად მზად იყო. როდესაც ირანის ხალხი თავისუფლებისთვის აღდგა, შვედეთი მათ გვერდით იდგა. მადლობთ.